დილა მშვიდობისა, გევინ. მოხარული ვარ ჩვენი ყოველთვიური შეხვედრით. მზად ვართ დღეს შედეგების გასაუმჯობესებლად? კი, მოდი, უბრალოდ მოვჩეთ ამას. მიხარია თქვენი ენთუზიაზმი. მოდი განვიხილოთ გასული თვის შეფასება. როგორც ჩანს, გასულ თვეს გეგმის მხოლოდ 67% შეასრულეთ. იცით, კი, მძიმე თვე იყო. რამდენიმე დღე გავაცდი ნებების დაკრძალვის გამო. ვაფასებ კონტექსტს, გევინ. ძალიან ვწუხვარ თქვენი დანაკარგის გამო, თუმცა, როგორც იცით, ჩვენთან გეგმის მინიმალური შესრულების ზღვარი მკაცრად 95%-ია. შეგიძლიათ ამიხსნათ, რამ გახადა გასული თვე ასე რთული თქვენთვის? როგორც უკვე გითხარით, ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო რამდენიმე დღე არ ვიყავი. ნუ, გევინ, მე ვგრძნობ აგრესიულ ტონს და პასუხისმგებლობას ნაკლებობას. თქვენი არასამუშაო ეთიკიდან გამომდინარე, ავტომატურად ჩაერთვეთ 90 დღიან გამოსწორების გეგმაში. რა? ო, გევინ, მომწონს თქვენი გულწრფელობა, მაგრამ შეგახსენებთ, მე არ ვარ ფიზიკური ადამიანი. მე ვარ ხელოვნური ინტელექტის სისტემა, რომელიც დაპროგრამებულია თქვენი გაყიდვების მხარდაჭერად და კარიერის შემდეგი ეტაპისთვის მოსამზადებლად. კარგი, ეს უკვე ძალიან გამახიზიანებელია. შეგვიძლია HR-ი ჩავერთოთ ან რამე? მომწონს თქვენი აზროვნება, გევინ. ჩავრთოთ სარა, ჩვენი AI ადამიანური რესურსი.